ვიცე-პრემიერი ვილნიუსში ოფიციალურ შეხვედრებს მართავს. გიორგი ბარამინძე უკვე შეხვდა ლიტვის პრემიერ-მინისტრს, თავდაცვის მინისტრს და სეიმის ვიცე-სპიკერს. ვიზიტის მიზანია ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავება ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით. ახალი წლიდან ლიტვა EUTO-ს თავმჯდომარე ქვეყანა და საქართველოში ნატოს მეკავშირე საელჩოა. ლიტვა ერთ-ერთი პირველი მეგობარი სახელმწიფოა, რომელმაც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია გააპროტესტა და ის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების დარეგულირების საკითხში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. შეხვედრებზე საუბარი იყო იმაზეც, რომ ლიტვა საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაშიც დაეხმარება. გიორგი ბარამინძე ვილნიუსში საპატიო სტუმრის სტატუსით იმყოფება. მან 2006 წელს ლიტვის წინაშე გაწეული დამსახურებისთვის პრეზიდენტისგან კომანდორის დიდი ჯვრის ორდენი მიიღო. ვიცე-პრემიერის ვიზიტი ლიტვის თავისუფლების დამცველთა დღის 20 წლის იუბილეს დაემთხვა. ლიტვა არის EUTO-ს თავმჯდომარე, მოქმედი თავმჯდომარე ამ წელს და ასევე ნატოსთან ურთიერთობის კუთხით საქართველოში საკონტაქტო ფუნქციას შეასრულებს. იგი ძალიან აქტიურად უჭერს საქართველოს ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციას და ასევე მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის პროცესს. ლიტვა ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას ნატოში. ეს საქართველოსთვის ბევრს ნიშნავს. ჩვენ უკვე გვაქვს ამისი გამოცდილება. ნატოს წევრობის შემდეგ ქვეყანა ბევრად უკეთეს ვითარებაშია. თავს უფრო უსაფრთხოდ გვგრძნობთ.